მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს მცირედით უჩვეულო ფორმატი გვექნება. დღეს ჩვენთან სტუმრად არის გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი და მასთან ერთად შევეცდებით ჩვენ განვიხილოთ და გავაანალიზოთ Deep State-ის ის გეგმა, რომელიც ევროკავშირის ხელით ევროპაზე განხორციელდა და ჩვენი საწყისი ვექტორი იქნება 2008 წელი, რა იყო მდე და როგორი არის შემდეგ ევროპის კონფიგურაცია 2008 წლის შემდეგ. მადლობა მოწვევისთვის, მეგობრებო. მართლაც ისეთი საინტერესო თემაა და ეხლა გარკვეული თვალსაზრისით უკავშირდება იმას, რასაც ჩვენ ვეძახით, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენს პოლიტიკაში იმის გაჩენა, რომ ჩვენ ქვეყანა სურდა ევროკავშირში, თუ რა ვიცი, შეიძლება ახლა სურს რაღაც გარკვეულ ჯგუფს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება. პრობლემა ის კი არის, რომ გსურდა, ან და აღარ გსურს და გსურს თუ არ გსურს და ასე შემდეგ. ხო, პრობლემა ის არის, რომ იქ ღირს თუ არა ყოფნა ზოგადად იმ მოცემულობაში, რომელიც იქ არის. ანუ თუ კონფიგურაცია შეიცვლება და მოცემულობა გარდაიქმნება, მე შეიძლება კვლავაც ვისაუბროთ იმაზე, ეს არის თუ არა მიმზიდველი, ესე ვთქვათ, ორგანიზაცია ჩვენთვის. და სწორედ ეს რაღაცა ის მონაცემები, რაც 2008 წლამდე გვაქვს, მაგალითად, ყველაფერი ის და განსაკუთრებით 70-იანი წლების და მოგვიანებით კიდე თუნდაც რეალობა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული სახელმწიფოების და ის კეთილდღეობის სახელმწიფო და თქვათ ის სოციალური პროგრამები, რომლითაც განათლების სისტემა, ეკონომიკური წინსვლა და ასე შემდეგ იყო სწორედ ის მამოძრავებელი ძალა, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ორგანიზაციაში და ამ რეალობაში გაერთიანება გვინდა, მაგრამ სწორედ ეს ბოლო წლების განვითარება აყენებს ლეგიტიმურ კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ თუ არა იქ. არის თუ არა ეს ის ორგანიზაცია, რომელშიც ჩვენ თანამონაწილეობა გვინდა, რომელშიც ჩვენ ხედავთ საკუთარ თავს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყველა ის პარამეტრი, რომელიცაც პირობითაც, რომელიც იყო მიმზიდველი, ყველა ეს პარამეტრი თითქოს უკუსვლას განიცდის, ესე ვთქვათ, ხო? ну, პრინციპში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზეა საუბარი, ეკონომიკურ მოცემულობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შეჩერებულია, მაგრამ არის რაღაც ერთი შეხედვით შეიძლება თქვა ადამიანმა, რომ რაღაცა თქვა X რომ მიაღწევს ქვეყანა, თქვა რაღაც მაღალ დონეს რომ მიუახლოვდება ეკონომიკური ზრდის, შეიძლება მე რაღაცა შენელება დაბალი ზრდა ფიქსირდებოდეს და ასე შემდეგ და როდესაც დიდ ეკონომიკაზეა საუბარი, იქ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ისედაც რთულია უბრალოდ თუ ეხა ევროკავშირის თქვათ ეკონომიკას ავიღებთ ჩვენ 2000 წლამდე მასთან ზრდა იყო 4%-ის და საშუალო რაღაცა 3-დან 4-მდე მერყეობდა, ხოლო შემდეგ ეს ტერორისტული აქტები და ეს და 2008-ის მერე უკვე კრიზისი ფაქტობრივად ხო რა, უკან იხევს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია ეს პარამეტრები ესე დავყოთ, ერთი როგორც ეკონომიკურ წარმოებითი ურთიერთობებით ეს წარმოებითი ნაწილი ის პარამეტრები და მეორე კულტურული პოლიტიკა, რომელიც ასევე ეხება თვითონ ანთროპოლოგიური ევროპის იდეას, როგორ იცვლება ის ფუნდამენტურად და რა პოლიტიკები წარმოებს იქ და რა არის თქვათ აი ესეთი არაორგანული და რაც შენახსენე რომ რის გამო შეიძლება გადავხედოთ საერთოდ ღირს თუ არა რა ასე საუბარი. ხო და ვიდრე მაგამდე მივალთ ან კულტურულ ეკონომიკაზე უბრალოდ ის უნდა ითქვას რომ მთლიანობაში ანუ ეს შენელება შეიძლება ერთის მხრივ ჩავთვალოთ რომ არის ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა დიდ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ რაღაც შენელების ელემენტი ამერიკულ ეკონომიკასაც ჰქონდა, ჩინეთის ეკონომიკა ისეთი დიდი ნაბიჯებით აღარ იზრდება, როგორც აქამდე იზრდებოდა და ასე შემდეგ. ხო ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ თავარი პრობლემა რაც აქვს ევროპულ ეკონომიკას, მან დაკარგა კონკურენტუნარიანობის პოტენციალი. ანუ ის არაუბრალოდ აღარ იზრდება, ანუ მას აღარ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ეკონომიკაში. ნუ მაგალითად, სულ ახლახანს კიდე ერთი ატომური ელექტროსადგური დაიხურა გერმანიაში, ხო? ანუ კი არ დაიხურა, დიდი ხნის დახურული იყო.
ხო, ამის პარალელურად ბოდიში წარმოებს მწვანე პოლიტიკის რაღაცა კულტურული პროცესები, რომელიც ეს მწვანე პოლიტიკაც ეს მწვანე პოლიტიკაც ხო როგორია, ანუ მაგალითად ომი რო დაიწყო, გაზი უცებ მწვანე გახდა რა, ანუ და ასე შემდეგ, ანუ მანამდე არ იყო მწვანე, მე მწვანე გახდა, ანუ აქაც ჩანს რომ ერთი პრინციპი არ არსებობს და ეს სიმწვანის ელემენტის კიდე სხვა მიზანთან არის დაკავშირებული და არა ვთქვათ სიმწვანესთან, ხო? კი, მაგას ვთქვი. ამიტომ აი ეს მომენტი ერთი რომ მათ შორის ანუ ცოდნის გადინება იმ წარმოების პროცესთან ერთად და კადრების გადინება და ვთქვათ წარმოების მთელი პროცესის გატანა ქვეყნის გარეთ, მეორე ეს რომ ვთქვათ ენერგორესურსებზე, იაფ ენერგორესურსებზე რაც ქმნიდა სწორედ ამ დაბალ ფასს შედარებით კონკურენტუნარიან ფასს უბრალოდ დაბალს არა, მაგრამ კონკურენტუნარიან ფასს რაც ქმნიდა და მესამე ალბათ აი ეს რაღაცა ვთქვათ ინოვაციების ხელშეწყობა, რომელიც ვთქვათ შეიძლება გადამწყვეტი იყოს თანამედროვე ვთქვათ აი ამ წარმოების პროცესებში იმისთვის რომ ვიღაცას კონკურენცია გაუწიო, ხო? ანუ წინა წელს გამოქვეყნდა კვლევა ევროკავშირის შიგნით დიდი კვლევა იყო, რომელიც აი სწორედ ამ კონკურენტუნარიანობის სტრატეგიას ეხებოდა, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ 60 გლობალური ტექნოლოგიური ორგანიზაცია კომპანიიდან მხოლოდ 4-ია ევროპული. ანუ ის კონტინენტი, რომელიც ითვლებოდა, რომ იყო ყველაზე დიდი და სერიოზული ეკონომიკური პროცესის და ინოვაციების ასე ვთქვათ, ცენტრი დღეს წარმოადგენს აი ასეთ სივრცეს, სადაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციები აღარ იქმნება და დამორჩილებულია რაღაცა სხვა ამოცანებს, ასე კი ბატონო, ხო, მაგაზე თავისუფლად ეს ალბათ სადაო საკითხიც არ არის, რომ თვითონ წარმოება ევროკავშირში ზუსტად იმ პარამეტრების მიხედვით, რაც შენ აღწერე, მუშახელიდან დაწყებული, ანუ ადამიანური რესურსით დაწყებული, ბუნებრივი რესურსებით დამთავრებული არის გაძვირებული და შესაბამისად ამის პარალელურად აზიაში იწყობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ბევრად უფრო ხარჯდეფექტური, რენტაბელური სხვადასხვა პროექტები, ну ერთი რაც შეიძლება თქვა, რომ ევროპას რაღაცა ბრენდი რამოდენიმე დარჩა, რომელსაც ისტორია, ვთქვათ, ამ backgrounds უძლიერებს დანარჩენი ფაქტობრივად ესეა. აი ახლა შეგვიძლია უშუალოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე ალბათ ინდუსტრიული ბირთვი რაც არის, აი გერმანია, საფრანგეთზე იქიდან მოვედოთ, აი რა პროცესები მიმდინარეობს განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. რა არის ომამდე დავყოთ და ომის შემდეგაც ხო, ალბათ, ანუ რეალურად ომამდეც ეს სერიოზული პრობლემა იყო, ანუ მაგალითად გერმანული მანქანათმშენებლობა უკვე დიდი ხანია გარკვეული თვალსაზრისით გადასულია ჩინეთში და საკმაოდ დიდი ნაწილი ეგრეთ წოდებული გერმანული მანქანების იქ იწარმოება. მათ ამასთან ერთად რეალურად დაკარგეს აი ეს სწორედ იცი რა წარმოდგენა იყო თუ გახსოვთ რაღაცა პერიოდის წინ JD Vance-ის საკმაოდ საინტერესო ის იყო რა ქვია ინტერვიუ და იქ ამბობდა ის რამეს რომ ჩვენოც გადავწყვეტეთ იმიტომ რომ ამერიკასაც ეხებოდა ეს გარკვეული თვალსაზრისით და ევროპელებს განსაკუთრებით. ჩვენო გადავწყვეტეთ რომ შეგვეძლო წარმოების პროცესი გადაგვეტანაო აზიაშიო და შემოქმედებითი პროცესი შეგვენარჩუნებინა ჩვენს ტერიტორიაზეო და რაღაცა თითქოს ეს ასე გაყოფილად იმუშავებდა და ჩვენ ვიქნებოდით აი ეს რაღაც გამომგონებლები და იქ იქნებოდნენ წარმოებლები. რეალურად ამან გამოიწვია ის რომ შემოქმედებითი პროცესი თავისთავად აი ეგრეთ წოდებული free market-ის ბუნებიდან გამომდინარე შემოქმედებით პროცესი გაყვა წარმოების პროცესი. ანუ სადაც იწარმოება შემოქმედებაც იქ არის. და ეგეც შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ჩინეთი ფაქტობრივად თუ 2000-იანებში პოზიციონირდებოდა როგორც იაფი მუშახელი და ასე შემდეგ, ეხლა გადაიქცა ჰაიტეკად. კი, ჰაიტეკად და იაფი მუშახელითაც აღარ არის. ანუ ის თემაც რომ იქ რაღაც იაფი მუშახელი ეგეც აღარ არის, ესე ვთქვათ. ხო, უფრო სხვა აზიურ ქვეყნებში კი ბატონო, მაგრამ თვითონ ჩინეთში ესე მარტივად საქმე აღარ არის, ხო? და მეტიც ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ინდოეთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი ხდება
საწარმოო პროცესების ნაწილში, ხო, ანუ ძალიან ბევრი ის პროდუქტი, რომელსაც დასავლეთი მოიხმარს როგორც კონსიუმერი, ესე ვთქვათ, მომხმარებელი, ძალიან ბევრი პროდუქტი ინდოეთშია წარმოებული. ტექსტილიდან დაწყებული, რაღაც ჰაი-ტექის დამთავრებული, ესე ვთქვათ, ხო, ანუ კომპიუტერების წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მთლიანობაში ეს პროცესი სადღაც სხვაგან წავიდა და უბრალოდ არ ვიცი, ცოტა რთული ასახსნელია სხვათა შორის ის თუ რატო გააკეთეს ეს ყველაფერი. ევროპელებმა რატო დათმეს საკუთარი ეს რაღაცა პოტენციალი, რომელთაც მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ კლავაც მიმზიდველი სახელმწიფოები, კლავაც ყოფილიყო ევროკავშირი მიმზიდველი ორგანიზაცია. მაგალითად, წმინდა წყლის ფაქტები რომ მოვიშველიოთ კონკრეტული ქვეყნების 2008 წლამდე ცალკეული ქვეყნების მაგალითად 13 წლის შედარება, ესპანეთი 2095-დან 2007 წლებში ეკონომიკური ზრდა ჰქონდა 3.6%, ხოლო 2008-2020 წლებში ესპანეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალო მაჩვენებელი იყო -%-ით, ანუ ასევე საბერძნეთის შემთხვევა 2007 წლამდე სწრაფი ზრდის და აღმავლობის პერიოდი ჰქონდა, მთლიანში და პროდუქტი წლიური რეალური მთლიანში და პროდუქტი 4%-მდე იყო ზრდა, ხოლო 2008-ის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა 2012 წლებში და წლიური ვარდნა იყო 5-დან 9%-მდე. ასევე არის იტალიის შემთხვევაც, ანუ ერთი მხრივ ევროკავშირის განსაკუთრებით Brexit-ის მერე საფრანგეთი, გერმანია არის ის ცენტრალური ქვეყნები, რითიც შეგვიძლია საერთოდ ვიხელმძღვანელოთ. და მეორე არის და ისიც ძალიან საინტერესოა, რომ შეხედო ევროპული ქალაქების, ვთქვათ, ურბანულ ლოგიკას. ყველას ერთი ლოგიკა აქვს რა, ეხლა თითქოს მე რასაც დავაკვირდი. არის ძველი ისტორიული ქალაქი და ყველა ახალი ქალაქი არის აი ამერიკული ინვესტიციის გამოხატულება რა, ჩვეულებრივ. სტოკჰოლმში არის პროპორციულად მე მგონი ყველაზე მეტი მაკდონალდსი. ანუ ეთყობა ამერიკული ბაზები და მეორე მხრივ ამერიკული ინვესტიცია რა. და ასევე ამ ყველაფერს ემატება აი ეს კულტურული პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით 2013-ის შემდეგ იწყება. ეს საიმიგრაციო პოლიტიკა, ალბათ რაც ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს ევროპისთვის. და აი მაგასაც რო ვისაუბროთ, ანუ რატო არის მტკივნეული, რა ხდება, რა პროცესია. ასევე ჩვენთან პრემიერმაც ხო აღნიშნა, რომ გერმანიაში მუჰამედი არის ყველაზე პოპულარული სახელიო. ასევე არის უელსსა და ინგლისში მეორე წელია უკვე პირველ ადგილზე არის მუჰამედი ოფიციალური სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით. ესე იგი ერთი მხრივ ევროპა ბერდება, ანუ ბავშვის გაჩენის პოლიტიკა სხვანაირია, მეორე მხრივ ფერტილურობა იმათი მიგრანტების არის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. და ამას დამატებული აი ვიღაცებმა თქვა ეს რა ქსენოფობიაზე და იმაზე ისაუბრეს, აი რომ გაუმიჯნოთ რა ცივილიზაციური განსხვავება ამათ შორის, ანუ სახელში კი არ არის პრობლემა ნახევარსარებლობაში. რეალურად რა აი ცივილიზაციური საფრთხეა, თორემ მიგრაცია მაგალითად ბალკანეთის კრიზისის პერიოდშიც იყო, მაგრამ და აგერ ზლატან იბრაგიმოვიჩია მაგის მაგალითი, მაგრამ ეს ისევ შიდა რაღაცა ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი იყო და პრინციპში არაფერს არ შეტყობია, შეგვიძლია ესეც ვთქვათ, ხო, მაგრამ პრინციპში ისინი უკვე კაიხანია უარყოფენ, რომ ქრისტიანული ცივილიზაცია. ანუ რაღაც ეს საჯარო ნარატივში თითქოს სასირცხვილოც კია, რომ თქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ხო? ანუ პირიქით, ანუ ბოლო პერიოდში ხო დამკვიდრებული ფორმაა, რომ თეთრი, მამრი, ქრისტიანი არის რაღაცა დამამცი, ხო, ბოროტი პერსონაჟი და სხვა დანარჩენი ყველა არის დაჩაგრული აი ამ თეთრი ჰეტეროსექსუალი დამავიწყდა ამ შემთხვევაში. თეთრი ჰეტეროსექსუალი ქრისტიანი მამაკაცის მიერ არის ყველა დანარჩენი დაჩაგრული და ეს არის ყველა უბედურებაში დამნაშავე, ასე ვთქვათ რა, ეს პერსონაჟი. აი ბოდიში ერთ კომენტარს გავაკეთებ, ეხლა ლუვრის ძარცვა რო იყო. ერთ-ერთი ალბათ საშუალო სტატისტიკური პარიზელის კომენტარი იყო ქუჩის გამოკითხვებში, რაღაცას ეკითხებოდა, ის ლაპარაკობდა, რომ
მე საერთოდ არ მაქვს სწორება ნაპოლეონის თქვათ მემკვიდრეობასთან, იმიტომ რომ ეს ჩვენი სირცხვილიაო რა, როგორ აი cancel culture-ი როგორი mainstream-ი გახდა, როგორ შეეხო პრინციპში ყველაფერს. ფრანგი საუბრობდა ამას? ფრანგი. ითაური აკაცუკი კი არ იყო ან რამე ჩვეულებრივი 50 წელს გადაცილებული მამაკაცი საუბრობდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ლიბერალი ისეთი აი მებრძოლი იყო, ალჟირელი იყო და არა, თვითონ ნაპოლეონის ფიგურის მიმართ იქ რა, ეხლა შეიძლება დღევანდელი არ არის ეს მოცემულობა, ხო, ანუ ნაპოლეონთან დამოკიდებულება იყო ესეთი ამბივალენტური რა, სულ და შეიძლება ნაპოლეონის მიმართ ეგ ყველაფერი კონდეს ისედაც. თუმცა არ ვიცი ხა ამ კონკრეტულ ადამიანს რატო აქვს ეს ყველაფერი, შეიძლება მართლა საფრანგეთის ისტორიის რწმენოდეს და არა ვთქვათ კონკრეტულად ნაპოლეონის პიროვნების ან რაღაც ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს ფენომენი შეიძლება არსებობდეს, იმიტომ როგორც ჩვენთან აქვთ ხოლმე რაღაც გარკვეული აი იგივე იდეოლოგიური ნარატივის მატარებელ ადამიანებს, ხო? ნუ რა ვიცი ხა ყველაზე მეტად ერეკლესის ცხენიათ, ხო, რაღაცა ყველაზე მეტად ერეკლია ისა. ხო და ეგეც ხო ვთქვათ ლიბერალური პირმშო ის არის. თუმცა ნუ აი ნაპოლეონთან უფრო პრობლემა ის შეიძლება ვიღაცას ისიც ქონდეს, რომ ბოლოს წააგო, რა, ბოლოს დამარცხდა. მაგაც მე გარეთ გობოდა ეგ პირიქით იყო. მე მგონი კოლონიალური წარსულით. ხო, იცი რა, თავისთავად რაღაცა თვალსაზრისით კოლონიალური წარსულის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც არ არის ცუდი. აი, იმიტომ რომ მართლა აქვს ისეთი ცუდი კოლონიალური წარსული, რომელსაც შეიძლება ჭკუად ყოფილ ადამიანს ცოტა რაღაცა გაწუხებდეს რა. მაგრამ მთელი პრობლემა რაშია, რომ ეხა მათ აი ეს დეკოლონიზაცია ჯერ ისეთი არ მოუხდენიათ, ესეც უნდა ვთქვათ. ჯერ ისეთი არ მოუხდენიათ ეს დეკოლონიზაცია, რა, თუ მართლა დეკოლონიზაცია ის ძვირფასეულობა დააბრუნონ იქ საიდანაც წამოიღეს. მაგრამ მაგას დავანებოთ ამ წუთას თავი. ერთი რომ არ მოუხდენიათ და მეორე რაზეც ისინი ამბობენ, რომ ეს არის დეკოლონიზაცია, ეს საერთოდ არ არის დეკოლონიზაცია, ანუ ის ფაქტი, რომ ის ადამიანები, რომელიც შენი ყოფილი კოლონიები არიან, თავის ქვეყანაში ჯერაც კარგად ვერ ცხოვრობენ და შენთან მოდიან და შენ ვითომ მათ აძლევ რაღაცა შესაძლებლობას ცხოვრების, ეს საერთოდ არ არის დეკოლონიზაცია, ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს არის რაღაცა სოციალური სერვისი. ხო, იდეოლოგიური ფარსი, ესე ვთქვათ რა, რომ აი მაგალითად ალჟირი ჩამოვა და საფრანგეთში კარგად იცხოვრებს და ამითი მე ჩემს კოლონიურ წარსულზე ვაგებ პასუხს. ხო რა, ანუ რა ხეირი ამითი ალჟირს. როგორც ქვეყანას და როგორც თქვა ერს და ასე შემდეგ, ხო? არაფერი. შენ ამბობდი, რომ თვითონ ევროკავშირი არ პოზიციონირებს როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი და პირიქით ეს აღარ არის, ხო, აღარ პოზიციონირებს. და აი ეს ახსენე რა, თეთრი ჰეტერო ქრისტიანი მამაკაცი, რა თქმა უნდა, ეს არის ცოტა უკეთესი მდგომარეობა. ეს არის, რა თქმა უნდა, cancel culture-ის მთავარი ბოროტება, ანუ ეს პერსონაჟი ნამდვილად ესია. და ამ საიმიგრაციო ვთქვათ პრობლემებზეც რო გავაკეთოთ კომენტარი, ერთი მხრივ ეს რა ცივილიზაციური პრობლემაა და თუ არის კიდე ბმა ეკონომიკას შორის და ასე შემდეგ. აი ამ საკითხებს რო შევეხოთ. იცი რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ერთი რო ზოგადად ევროპული რეალობა ერთის მხრივ ცხადია, რომ თავისთავად ის რომ შენ გაქვს ესეთი 2000 წლიანი ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრე შეგიძლია იყო და ამას უარყოფე სერიოზული პრობლემა შენს იდენტობასთან მიმართებაში, ხო? ანუ შენ კარგავ იმ შემაკავშირ. რა იყო ხა რეალურად რო ავიღოთ, ხო? ანუ ერთის მხრივ ქრისტიანობა რელიგია ეს გასაგებია, მაგრამ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ის იყო ინტეგრატორი. ანუ მაგალითად რო ავიღოთ ბიზანტიის იმპერია, როდესაც კონსტანტინე დიდი იწყებს ქრისტიანობის გავრცელებას და აცხადებს ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად, დიდ წილად ამას აკეთებს პოლიტიკური мотивაციით, რომ აი ამ ხალხებს, რომლებიც ამ ხელა ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაღაცა კონდეთ საერთო. იმიტომ რომ არაფერი საერთო არ ქონდა იმ ხალხს. აი იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ბიზანტიის
დიდ ბიზანტიის ტერიტორიაზე არაფერი საერთო არ ქონიათ, ხო? ანუ შემოდის ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გაერთიანება ამ ადამიანების. და მე და შენ და ბაჩოს მაგალითად გვიჩდება ის, რაც გვაერთიანებს, ის, რაც ერთი გვაქვს, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებთ, სხვადასხვა კულტურული კოდი გვაქვს, სხვადასხვანაირად ვიზრდებით, სხვადასხვა კანის ფერი გვაქვს, მე ესეც კი და ბევრი რამე სხვადასხვა არის, რაც ბიზანტიის იმპერიაა, ხო, იმ პერიოდში და ჩდება რაღაცა კულტურული კოდი, რომელიც ამბობს, რომ მე შენ და ბაჩოს გვაქვს საერთო. ერთნაირად ვწირავთ, მაგალითად, ერთნაირად ვლოცულობთ, ერთ ღმერთს ვადიდებთ და აი ეს ჩვენში ქმნის რაღაცა ერთობის განცდას. ისმის და დღეს შენ ამაზე ამბობ უარს. დღეს შენ ამბობ უარს იმაზე, რომ გქონდეს რაღაცა ინტეგრატორი, ანუ კოლექტიური იდენტობა გაგაჩნდეს, ამაზე ამბობ უარს. და ადგილს უთმობ ადამიანებს, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი კოლექტიური იდენტობა აქვს. სულ მაგაზე ვსაუბრობ. შენ ფაქტობრივად შენი ახალგაზრდობა ყავს სრულად არა მყარი წარმოდგენის სამყაროზე და ამ დროს იღებ მიგრაციის დიდ ტალღას, რომელსაც ძალიან მყარი წარმოდგენა აქვს სამყაროზე. ფაქტობრივად ვერაფრით რო ვერ შეცვლი. კი ბატონო, ხო. ანუ მთელი სერიოზული და რომელიც პრობლემა კონტროვერსიულია შენთან. და იცი რა არის შენ თუ გაქვს სიმყარე, მაგალითად არის ესეთი მომენტი, რომ თუ არ ვწდები იონი ოქროპირს აქვს ესეთი ნათქვამი, რომ სხვა სექტებიო ჩვენთვისო პრობლემას არ შექმნიდნენო, ჩვენ რომ ყარათ ვიდგეთ საკუთარ რწმენაზეო. ისმის ანუ შენთვის სხვისი კოლექტიური იდენტობა პრობლემას არ წარმოადგენს, მანამ სანამ შენ ძლიერი საკუთარი კოლექტიური იდენტობა გაქვს. როგორც კი აღარ გაქვს ეს იდენტობა, მაშინ ხდება ის პრობლემა, ანუ პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ მუჰამედები ბევრნი არიან სადღაც. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მაგალითად გიორგები აღარ ჩდებიან, რა. შენ სუსტად. ხო, შენ აღარ გაქვს საკუთარი, თქვათ, იდენტობის გაგრძელების სურვილი და პოტენციალი დაკარგული გაქვს და ასე შემდეგ. და ამის მაგალითია ასევე ის რა გერმანიაში ესე იგი 6 წლამდე მიგრაციული წარსულის მქონე ბავშვების რაოდენობა სტატისტიკურად არის 53%-მდე გაზრდილი ხა. ეს წარმოუდგენელი ციფრა. საფრანგეთში ეთნიკური ფრანგი არის 40% დარჩენილი. ხო, აი, ნუ ეს იცი რა, რაღაც მომენტში ამაყობდნენ კიდევაც ამით გახსოვს, რომ ეთნიკური ფრანგი არ არსებობს და ფრანგი არის მხოლოდ მოქალაქე და რაღაც ასე შემდეგ. 2008 წელს რო დაუბრუნდეთ, რომელიც წყალგამყოფი თარიღივით შეგვიძლია რომ წავიკითხოთ ჩვენ, რითი იწყება ყველაფერი იწყება ისევ ცენტრიდან, ამერიკიდან, იწყება ფინანსური კრიზისით და რომელსაც მოძდებს შემდეგ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ძალიან დიდი ცვლილებები, იქნება ეს საემიგრაციო პოლიტიკა, იქნება ეს ევრომაიდანი, იქნება ეს თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომი. ბრექსიტი ალბათ საკმარისად კრიზისი კიდე 2014 წელს. ბრექსიტი ალბათ კიდე საკმარისად საქართველოში განსაკუთრებით არა შეფასებული, იმიტომ რომ რაზეც მაგალითად დღეს ედავებიან ხოლმე რომ მოლდოვაში არჩევნები გავაყალბეთ და იმაში თქვი რუმინეთში არჩევნები გავაყალბეთ, იმიტომ რომ აქ იყო რუსული კიბერ უსაფრთხოების რისკები და რაღაცა სოციქსელები ცდილობდნენ და ტელეგრამით ცდილობდნენ არჩევნებს მოპაროს. ბრექსიტი იყო თავიდან ბოლომდე ეს. ბრექსიტი, რა ვიცი, მეგონი ყველას აქვს აღიარებული. ბრექსიტი ცალსახად განხორციელდა ციფრულ სამყაროში. დიდი დატას ანალიზით, ჩვეულებრივი აკრძალული მეთოდოლოგიით, მაგაზე ფილმიც არის, ჩვენიერი და კარგი. ხო, ანუ ეს ყველაფერი იყო მართული ერთი ცენტრიდან, რომელსაც ჩვენ Deep States ვარქმევთ და არა მხოლოდ ჩვენ უკვე აკადემიურადაც გვიდრდება თითქმის ამ ტერმინის გამოყენება. რომელმაც საბოლოოდ ევროპას ერთი როგორც ის რომ ეკონომიკური გაერთიანების და სუვერენული ქვეყნების გაერთიანების საფუძველი გამოაცალა და დატოვა უბრალოდ მათ მიერ Deep State-ის მიერ კონტროლირებადი ბიუროკრატების ორგანიზაცია, სადაც უკვე როგორც რესურსების გადანაწილების მხრივ, ისე ეკონომიკური ტემპების შენელების მხრივ, ისე თუნდაც საემიგრაციო პოლიტიკით და საკუთარი კულტურის უარყოფით და ასე შემდეგ, ნებისმიერი რაღაც არის უკვე ძალიან მარტივად მათ ხელით გასაკეთებელი, იქნება ეს ომის დაწყება, შემდეგ ამ ომიდან ფინანსური კაპიტალის უფრო მეტად გაზრდა თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა საკუთარ ინტერესებზე, ევროპა როგორც ამ შემთხვევაში ღირებულებითი ერთობა და არა როგორც გაერთიანება, სადაც გამაერთიანებული ურსულა ფონ დერ ლაიენია, ღირებულებითი ევროპა რეალურად გადის ის დაისი, იმიტომაც ჩვენ გადაცემთ ევროპის დაისი.
და ანუ ამის მარტივი მაგალითია რომ ეხა ომის დაწყებამდე ფაქტობრივად იქიდან რომ წამოვყვეთ მაკრონი ამბობდა რომ ერთიანი დიდი ევროპის ანთროპოლოგიური ევროპის წამს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდეო მანამდე სანამ აგვისტოს ომი იქნებოდა გვახსოვს ევროკავშირის განსაკუთრებით გერმანიის და ამ ინდუსტრიული ბირთვის მიმართება რუსეთთან, ხო? როგორ უნდათ ესე იგი ერთი მხრივ თანამშრომლობა და მეორე მხრივ გარკვეული ინტეგრაციული პოლიტიკების წარმოება და შემდეგ ვნახეთ და ეს ორი ეკონომიკა ერთად ისე ფაქტობრივად ძალიან საინტერესო მოვლენა იქნებოდა. და შემდეგ ვნახეთ აი შენ რაც ჩამოთვალე ის პროცესები იქნებოდა ეს უკრაინის კრიზისი, იქნებოდა ეს Brexit-ი თუ იქნებოდა რუსეთ-საქართველოს ომი, საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც ყველაზე და მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკაც, რომელიც უფრო შიგნით არის, მაგრამ აი ეს პრობლემები, რომელმაც აი ეს კონტინენტური ევროპა და რუსეთი ფაქტობრივად გამიჯნა უკვე ერთმანეთისგან სამუდამოდ ალბათ. ამ პროცესებში, ხო? სუმცირე ძალიან დიდი ხნით. ძალიან დიდი ხნით, ხო? რაც ბუნებრივად ევროპისთვის არის, როგორ ვთქვათ ახლა, მაგრამ მიდიაში ეს არის სერიოზული პრობლემა ევროპისთვის, როგორც კონტინენტისთვის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ რომ იყოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული, იმიტომ რომ არ შეიძლება ევროპა, რომელიც მოქცეულია ორ დიდ, ესე ვთქვათ, კონკურენტ შორის, რუსეთსა და ამერიკას შორის, არ შეიძლება ამ მათგან ერთ-ერთის მხარეს ყოფნა უნდადეს თუ მათ შორის დაპირისპირება მოხდება, ხო? იმიტომ რომ ანუ შენ ხარ ის, სადაც ომი მოხდება, ესე ვთქვათ, ანუ სხვაგან არ მოხდება ეს ომი, ხო? სხვა არეალი არ არსებობს ამის დაპირისპირების, ნუ არსებობს კი ბატონო, იქ წყნარი ოკეანის მხარეს, სადაც ეხლა განიხილება რომ ალიასკასა და ესე ვთქვათ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ შორის რაღაც გვირაბი მოეწყოს და ივაჭრონ ერთმანეთთან, ხო? ესე ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ როგორ ლაგდება ეს ყველაფერი, რისთვის ხდება ეს პროცესი, ხო, მთლიანობაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ანუ საომარი ველი ეგ არის, ხო? აგერ პოლონეთია მაგალითი და ბალტიისპირეთი, ანუ როგორ დღის წესრიგში ჩადგა ეს საკითხი. ნებისმიერი და თან ამასთან ერთად არანაირი თავდაცვითი სისტემა შენ არ გაგაჩნია. ანუ შენი თავდაცვის ყველა პოტენციალი გადაბარებული გვაქვს ამ ხნის მანძილზე და რაც უნდა საინტერესო იყოს, ხო? ანუ კი, თითქოს ეს ყველაფერი გადააბარე იმას მეორეს ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ იმან დაგიცვას და ის იქიდან კიდე ზემოდან გაწובה რომ შენ თვითონ მიხედა შენ თავს. ხო, ჩვენ ოკეანე გვაქვს, ორი ოკეანე გვაქვს, ორი მშვენიერი ოკეანე გვაქვს, რომელიც გვიცავს, ხო? და ის გეუბნება შენ თვითონ დახარჯე ხა ფული შენი თავდაცვისთვის და ანუ ყველანაირად როგორ ვთქვა, ანუ შენი განვითარების ყველა რესურსი გაქვს შენ თვითონვე შეზღუდული თუ არა გაუქმებული მთლიანად, იმიტომ რომ ენერგორესურსებზე უარი თქვი, თავდაცვაზე უარი გაქვს ნათქვამი და განიხილავ საკუთარ თავს რეალურად ველად ომში, როცა ამ ორ ძირ დაპირისპირებულ ძალას თუ მოხდება ომი შენთან მოხდეს. ანუ არ გიზრუნია იმაზე რომ რაღაცა თქვა დამოუკიდებელი უსაფრთხოების კონფიგურაცია გქონდეს ის რაც შენთან ითვლებოდა რომ ნეიტრალური იყო თქვა შვეიცარია მაგალითად სადაც შეიძლება ჩასულიყვნენ დაპირისპირებული მხარები და ელაპარაკათ ის გააუქმე რეალურად ეხა მეორე ავსტრიის გაუქმება გინდა როგორც ნეიტრალური სუბიექტის, ესე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით ამის გაუქმებაც გინდა. ზემოთ ნეიტრალური სუბიექტები ყავდა ფინეთის და შვედეთის სახით და ისინიც გააუქმე. ანუ რეალურად გინდა რომ მაინც გინდა რომ თავი გაინადგურო და რატო აკეთებ ამას, ხო? ეს ცოტა ისეთი გაუგებარი ამბავია თუ არა ის რომ მართლაც დიდი კორპორაციების ასე ვთქვათ, deep state-ის შემადგენელი ნაწილის დიდი კორპორაციების ინტერესებს გინდა მოიმსახურო ბოლომდე შენი აი ამ establishment-ით, რომელიც ახლა ამ წუთას მართავს ამ ესე ვთქვათ ორგანიზაციას და რაც ძალიან საინტერესოა, ხო, ახლა ეს ვთქვათ ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული ნორმის ამუშავება რო უნდათ, რომ ახალ წევრებს არ ქონდეთ ვეტოს გამოყენების უფლება, სანამ არ დალაგდება რაღაცა კონსენსუსის მიღების ნორმა. როდის მიიღებენ ამ ახალ წევრებს ეგეთ ცალკე თემაა, ანუ მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამ ახალ წევრებს ეს ხო ცალკე თემაა, მაგრამ მთლიანობაში ანუ თავისთავად ის რომ აი ქვეყნები რომლებიც არ დაეთანხმებიან ცენტრის გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება ცოტა უნდა იყოს ეგეთი
და რაც შეიძლება უნდა მოხდეს ამ ქვეყნების პოზიციის ნეიტრალიზება შიდა მექანიზმებით. ესეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შეიძლება ევროკავშირის არსებობაც კი დააყენოს. ევროკავშირი თვითონ არის გამოხატულება იმის, რომ ერთი მხრივ ეს არც ქვეყნების და არც ხალხის რეპრეზენტატორი ორგანო არ არის. ეს არის რაღაცა ტექნოკრატიული, ბიუროკრატიული აპარატი. ხალხისგან არჩეული არ არის პირველ რიგში. და ის თქვა წარმომადგენლები თავენ ქვეყანაში ნულოვანი კაპიტალით გამოირჩევიან ამას დამატებული. ლეგიტიმაცია რეალურად არ აქვს. და კიდე თამამად შეგვიძლია ვთქვა პრობლემები არის დემოკრატიულ პროცესებზე და ზუსტად აი ამ საიმიგრაციო მიმართულების შემდეგ გაძლიერდა იქ ეს ეგრეთ წოდებული far right ეს anti-establishment პარტიები, რომელიც ძალიან გაძლიერდა ძალიან ფაქტობრივად. აი სკანდინავიაში სიტყვაზე შვედეთში შვედი დემოკრატები, რომელიც იმ პერიოდში ფაქტობრივად არ ვიცი ყველაზე კეთროვანები იყვნენ, ეხა ძალიან დიდი კაპიტალი აქვთ. ნუ გერმანია, საფრანგეთს ასევე შეგვიძლია შევეხოთ და ეს ყველაფერი თვითონ ამ კულტურული პოლიტიკების წარმოების შედეგი არის და რეაქცია, მაგრამ აი მათი დამალვის პროცესი, რასაც ეს ცენტრი აკეთებს და მოლდოვა და რუმინეთი იყო კიდე ბოლო პერიოდში კარგი ხელშესახები მაგალითი რომ ესე იგი დაიჭირეს ბიჭო ის იმაზე რა ქვია რუსეთის ბილეთი ქონდაო ხო თუ რუბლები რუსეთში გასაფრენი ბილეთიო რა ანუ ხვდები და მოლდოვას ნუ მოლდოვის არჩევნები ცალკე ძალიან მაგარი შემთხვევა იყო ხომ ეგ იყო ცალსახად ორივე შემთხვევა იყო ცალსახად ხალხისთვის წართმეული არჩევნები და მათი ნება და ეს იყო მართლა ბრიუსელიდან დანიშნული კანდიდატი, რომელიც აი ხა ეს ქვეყანა უნდა მართოს, ამა გააცვეთლები უნდა მიიღოს ამ ადამიანებს. ზენა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ მოლდოვა მაგალითად საფრანგეთთან გააფორმა ასეთი შეთანხმება, რომ საფრანგეთში რაც კი ტოქსიკური ნარჩენები არსებობდა და ვერ აუდიოდნენ ამის შენახვა და გადამუშავებას, მოლდოვა იქნება ამის დამსაწყობებელი. ანუ ნაგავს აყრელი საფრანგეთის ტოქსიკური ნარჩენების გახდა მოლდოვა. სამაგიეროდ არჩევნები უღიარეს სანდუს და უთხრეს რომ შენ ხალხს არჩეული. სამაგიეროდ ევროპერსპექტივა აქვს დიდი. ო, რა თქმა უნდა. არ ღირს. ევროკავშირის ალბათ ბოლო 5 წლის გეგმასაც ნახავდნენ, სადაც ალბათ საკუთარ თავზე ძალადობის და მართლა ღირებულებით დემოგრაფიულ კდომაზე რასაც ვლაპარაკობთ. საუკეთესო მაჩვენებელი არის ეს. ამ 5 წლიან გეგმაში ისინი ავალდებულებენ როგორც საკუთარ წევრ ქვეყნებს, ისე ასოცირებულ წევრებს, რომ მაგალითად ერთ-ერთი ალბათ ყველაზე შემზარავი ნაწილი რაც არის, ბავშვები ასაკის და მიუხედავად და ეს არის ხაზგასმული ასაკის და მიუხედავად, ანუ ლაპარაკს როგორც კი დაიწყო, სადაც შეიძლება რომ ეს თქვას, ან 2 წლიდან სიტყვას. ადამიანს შეუძლია რომ თუ გამოთქვა რომ მე ამ რომელი ბიოლოგიურ სქესს მაქვს, იმას კი არა სხვას ვეკუთვნი, სახელმწიფო ხდება ვალდებული, რომ მას დოკუმენტაცია შეუცვალოს, ის საბუთებში აღიაროს, რომ თუ გოგო არის, რომ ეს ყოფილა ბიჭი, იმას რომ 3 წლის ბავშვმა ეს რო თქვას, სახელმწიფო უნდა გადაეწყოს ამ 3 წლის ბავშვის სამწარმოებლად და ოჯახი არის მოძალადე თუ ამას საწინააღმდეგოდ აღუდგება. ხო, კი ბატონო, ანუ ეგ რაღაცა კანადაშიც ხო მოქმედებდა, ანუ ასაკზე ასაკი უფრო მაღალი ქონდათ, მაგრამ ნუ ეგ თემა რომ ოჯახის წევრებს არ ქონდათ საშუალება. პრინციპში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო განსაკუთრებით სკოლებში, როდესაც ფსიქოლოგებს და რაღაც ინტერდისციპლინარულ ჯგუფს დაევალა ეს ბავშვის ჩაბარება და შესაბამისად მშობელს არ უნდა გააგებინა, იმიტომ რომ საფრთხეა რომ მშობელი მას რაღაცა ხელი შეუშალოს კონსერვატიული უფრო ტრადიციული მეთოდით ხელს შეუშლის. ხო, ესეც იცი რა არის, ეს აღარ არის უკვე რაიმე უმცირესობის დაცვის ეგიდით განხორციელებული პოლიტიკა, ესეც უცნაური პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც არ ვიცი რითი ახსნი. რაღაცა თუ არ ვიცი, მართლა ისეთი კოლექტიური სუიციდის სურვილით ალბათ, არ მართლა რთული ასახსნელია რომ რატო აკეთებ ამას ყველაფერს, მაგრამ მართლა რაღაცა არ ჯდება, რაღაც ამ ლოგიკას ვერ უძებნი მაგ თემას რა. მაგრამ რაც შეეხება ანუ დემოკრატიის ამბავზეც მინდოდა რომ მეთქვა რომ ანუ მოლდოვას და რუმინეთს რო დავანებოთ თავისთავად დემოკრატიის კტომის ესეთი ცვალსაჩინო მაგალითები გვაქვს თვითონ საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ანუ
მაგალითად რო ავიღოთ გერმანიის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ პარტიას წარმომადგენელი არ ყავს თავრობაში. ანუ კოალიცია ისე შექმნეს, რომ მოსახლეობის თქვათ 20%-მაც ეს მიიღო ყოველ შემთხვევაში საერთო არჩევნებში 20%-მა ვისაც დაუჭირა მხარი, ის არაფერს არ წარმოადგენს. გადაწყვეტილების მიღების ნაწილში ის არ მონაწილეობს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი იზრდება არჩევნების ჩატარების შემდეგ და თქვათ ეგრეთ წოდებული მართველ კოალიციაში პირველ ადგილზე გასული პარტიის რეიტინგი იკლებს მკვეთრად, ხო? მეორე შემთხვევა საფრანგეთის მესამე ადგილზე გასული პარტია ახერხებს სხვადასხვა მექანიზმებით, რომ პრემიერ-მინისტრი 7-ჯერ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი მისი წარდგენით დაინიშნოს, ხო? ბრიტანეთის შემთხვევაში დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობა მიღებული ხმებისა დააგროვეს ლიბერალ-დემოკრატებმა და ფარაჟის პარტიამ და ფარაჟის პარტიას პარლამენტში ორი კაცი ყავს, იმათ 12. კი რა არის პრობლემა, ხო? თითქოს სისტემა ესეა, თითქოს სისტემა ამას აღგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რო დაუკვირდები, სისტემას აქვს შემუშავებული მექანიზმები იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მართავს ამ ქვეყნებს, არ დაკარგოს ძალაუფლება. იმისთვის კი არა, რომ ხალხის ნება გამოხატოს, არამედ იმისთვის, რომ აი ამ სისტემური პარტიები ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას, მიუხედავად იმისა, ერგებათ თუ არ ერგებათ. ეკუთვნით თუ არ ეკუთვნით, ხო? თელი და ეს ანუ მოლდოვა და რუმინეთი აქ ის არის, რა ქვია მაგას. მოლდოვა იყო იმდენად მეტი, ესე იგი, რესურსიც არ დახარჯეს ამის შენიღბაზე და დამალვაზე. რუმინეთიც იგივე. ხო, რა, აი კაც გაუქმეს პირველი ტური, იმიტომ რომ რაღაცა რუბლები აღმოუჩინეს სახლში და ბილეთები, მე მგონი მოსკოვის TikTok-ში რაღაცა ხდებოდა. ხო, არ მჯერა, რომ ამის დაკომენტარება ხდება რა. კი ბატონო. დაახლოებით ნიშას პერიოდიც ხო ის ხო რაც არ უნდა გაგეკრიტიკებინა, ეგრევე რუსეთის აგენტი იყავი რა. ხო, რუსოს ფოტოს გადაიღებდი. ისე სხვათა შორის რომ დააკვირდე, მე მგონი ამათმა იმდენი ქნეს, რომ რუსოს სახილი აღარ არის ისა რა ქვია მაგას, კლიშე. დღეს ხა ნუ მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს რეაგირება, შეიძლება აღარც თქვენ და ასე ანუ ხო რა მე ნუ კაი ოკეი, გავატარეთ უკვე ეგრე. კი, იმიტომ რომ ძალიან უცნაური ხალხი იქ. ხო, იმიტომ რომ თან იცი რა არის, ანუ რამ იმდენად ყველაფერზე ამას იძახიან რა, ანუ იმდენად რომ ძალიან დევალვირებულია. სტატისტიკა რო შეადგინო, რაზე დაუძახებიათ რუსული საქმე და რუსეთის აგენტი, ანუ არის ყოველთვის საქვეყნო საქმეები. ამიტომ შეიძლება რაღაც მომენტში მივიღოთ პოპულიზმის. არა, შენ კიდე სხვა რამე თქვი, რუსეთის აგენტი გიორგი თქვა ამ შემთხვევაში რუსო. პირდაპირ. რუსო. სხვაჭორს ეგეთი ფენომენი იყო, ეგეთი ფენომენი ძველ ათენში იყო, სადაც ბარბაროსი მაგი შეიძლება ფრანგებს ხვდება. ბარბაროსი სიტყვა ნიშნავდა არა ათენელს. და შემდეგ პლატონი ამბობდა მაგაზე, რომ ეს ლოგიკური პარადოქსია, იმიტომ რომ გარდა ამისა, რომ არ ხარ ათენელი, არაფერს არ ამბობს რა შენზე ამის მეცოდა. რუსოს დაახლოებით ეგ ფენომენი საერთოდ არაფერს არ გონი, თან ამას ის ხალხი გეძახის პრინციპში, ვისაც რუსეთზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. აი მოგვისმენია ხო ბევრი აქტივისტისგან, რომ გაჭამეს რუსულად, რა რუსული ხორცი. ხო აი რა წარმოუდგენიათ რუსული მეთოდებით რატო აქვს ტერორისტებს თუ კალაშნიკოვი მოკლედ ძალიან უცნაური ხალხია. ჩვენ გადაცემას შპენგლერის ხათრით გიქვია ევროპის დაისი, მაგრამ რეალურად ყველა ის მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შეიძლება გამოგვჩა საუბარი, მართლა ცხადყოფს იმას, რომ სამწუხაროდ ღირებულებითი ევროპა არის დაისის პერიოდში. იმედია ეს აისი და მე რეალურად გადაცემას გადავარქვევთ და უკვე სხვადასხვა გადაცემა გვექნება. ადრე თუ გენ დადგება, უბრალოდ კი ბატონო. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ სადაც კი სუვერენიტეტზე მზრუნველი და სუვერენიტეტზე მოსაუბრე მომავალი ხელისუფლების
წინაპირობა იქმნება, იქ ავტომატურად ხდება მათი ანულირება. შენ საფრანგეთს მაგალითად მოიყვანე, შენ რუმინეთი და მოლდოვა, ასე არის გერმანიაში, AfD-ის შემთხვევაში. სადღაც არის, რომ ჩვენთან მაგალითად ჩვენ გაუძელით, უნგრეთმა რაღაც მონაკვეთში გაუძლო. ნუ ჩეხეთში აქვს კარგი შედეგი. ხო, ჩეხეთში არ შემოbrunება. იმედია ეს წყალი გადაესხო. კი ბატონო. იცი აი ესე მინდოდა მე თქვა უბრალოდ რომ ანუ იქიდან გამომდინარე თუ რა ტენდენციების მიმდინარეობს არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არამედ ზოგადად გლობალურად ანუ რაღაც ესეთი რაღაც თითქოს ერი სახელმწიფოს იდეის შემოbrunების საკითხი მაგალითად იაპონიის შემთხვევა ძალიან საინტერესოა ხო ჩვენი შემთხვევაც საინტერესოა ჩეხეთი ვახსენეთ ასე შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევებიც და ასე შემდეგ ანუ მთლიანობაში აი ეს სუვერენიზმის პოპულარიზაცია რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს რაღაცა კოლექტიური იდენტობის ძიების პროცესი რომელიც ასე მიმდინარეობს ამ შემთხვევაში თქვა ეროვნული სულისკვეთების ელემენტების შემოტანა სხვადასხვა ქვეყანაში მე მგონია რომ მაინც უფრო უკადის ამ ევროკავშირის დაშლას ვიდრე თქვა ტრანსფორმაციას იმიტომ რომ უფრო ცენტრიდანული ძალები ძლავრობს და პოპულარული ხდება ვიდრე თქვა აი ეს ინტეგრაციული პროცესი და შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც პერიოდში რომ ევროპული ინტეგრაციული პროექტი უფრო ესე ვთქვათ ხელოვნური იყო ვიდრე ბუნებრივი მდგომარეობა დღეს ამაზე გავჩერდებით მადლობა ყურადღებისთვის შევხვდებით შემდეგ შედგა პრინციპში ჩვენი პირველი გადაცემა სადაც სტუმრის ნაწილი იყო გათვალისწინებული მადლობა გამოვიდა არაფერს პირიქით მადლობა სტუმრობისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას. კარგად ბრძანდებათ. ნახოთ.